მეგობრებო, მინდა მივესალმოთ ჩემს გამომწერებს, აბსოლუტურად ყველას დიდი მადლიერებით, მადლობთ ყველას, რომ მიყურებთ და თვალს მადევნებთ და ისმენთ ჩემ ტაროს გაშლებს, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, მინდა მოგიხადოთ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მაყოფილი ვარ მე განგების წინაშე და ასევე მგონი თქვენც, რომ გახალისებთ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საინტერესო გაშლები შემოგთავაზოთ. დღეს მინდა ესეთი გაშლა ავირჩიო და გაგიზიაროთ, მაგალითად, თუ რას ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, რომელსაც თქვენ ჩაიფიქრებთ და რა ნიღაბს ფარავს ეს ადამიანი თქვენგან. ანუ რა იმალება ამ ადამიანის ნიღბის ქვეშ, რომელსაც თქვენ ჩაიფიქრებთ. მე მექნება დღეს სამი ვარიანტი და აქედან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ არიჩიოთ სათითაოდ ყველა, შეგიძლიათ არიჩიოთ 1, შეგიძლიათ არიჩიოთ 2 და შეგიძლიათ მოусმინოთ სამივეს და აქედან აუცილებლად გააკეთებს რეზონირებას გარკვეული არჩეული თქვენგან პირველი ვარიანტი იქნება მეორე თუ მესამე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მეგობრებო მაინც ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი საჯარო გაშლა და შეიძლება 100%-ით მაინც ვერ მოხდეს დაკავშირება თქვენს ენერგეტიკულ ინფორმაციასთან და ასევე აი ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ ადამიანს გონია, რომ ის ნამდვილად 100%-ით ზუსტად ისე იქნება და ისე იქნება, რასაც მე ვაკეთებ, რაც მივშლი და ვამბობ. კი, შეიძლება რომ 100%-ით იყოს, მაგრამ ყველა ვარიანტში გაითვალისწინეთ კიდევ და კიდევ, რომ ეს არის საჯარო და საერთო გაშლა. აქედან გამომდინარე 100 თუ არა 70, 60, 80, 55% აუცილებლად გააკეთებს რეზონირებას და აუცილებლად დაუკავშირდება თქვენს ენერგეტიკულ ველს. ასე რომ ნახოთ რას მალავს თავის ნიღბის ქვეშ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. მოდით და ვნახოთ, ანუ ეს იქნება სამი ვარიანტი. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. შეგიძლიათ აირჩიოთ პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. მე არ ვაკეთებ ამ არჩევითებს არანაირი მინერალური ქვებით. ჩემთვის მაგალითად უფრო საინტერესო არის და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ნუმეროლოგიით არიჩიოთ, რომელი რიცხვი არის თქვენთან უფრო ახლოს და აი ამ რიცხვზე გააკეთოთ კონცენტრაცია, რომ მოხდეს დაკავშირება რიცხვიდან გამომდინარე. რიცხვიდან გამომდინარე უნდა აირჩიოთ ეს თქვენ. აუცილებლად ესე უფრო კარგი იქნება და ადვილი. გადავდოთ ახლა ჩვენი მესამე ვარიანტი და მეორე ვარიანტი და გავაკეთოთ პირველ ვარიანტზე. რას მალავს ეს ადამიანი? ნახოთ. თავის ნიღბის ქვეშ. თქვენგან ჩაფიქრებული ადამიანი რას მალავს? ძალიან საინტერესოა. თქვენგან ჩაფიქრებული ადამიანი, ჩემო მეგობრებო, მალავს ფინანსებს, სტაბილურ ფინანსებს, ბედნიერ, თავისპირად ბედნიერ საზეიმო ცხოვრებას და ოჯახს და ასევე აგრესიას. მაგალითად, თუ როგორი დაუნდობელი შეიძლება იყოს ის სხვა ადამიანების მიმართ, ვინც მას ზიანს მიაყენებს თავის ფინანსური და ფულადი საიდუმლოს თავდასხმაზე და ასე ვთქვათ, თავის საზეიმო ცხოვრებაზე. ანუ მას არავინ არ უნდა მიეკაროს თავის ოჯახს, თავისთავად ლოგიკურია და
მის დამალულ ფინანსებს, ასე ვთქვათ, რაც მას აბედნიერებს. აი ამ ყველაფერს მალავს და აი ამ ყველაფერს იცავს. ეს ადამიანი იყურება უფრო მეტად წარსულისკენ. ეს შეიძლება იყოს ვერძი, შეიძლება იყოს ლომი და შეიძლება იყოს მშვილდოსანი. ძალიან მოკეიფე, ძალიან მუზეიმე. შეიძლება ძალიან უყვარდეს ყურადღება, ქველმოქმედება და გასცემდეს გარკვეულ ნივთებს, საჩუქრებს, თანხებს სხვა ადამიანების დასახმარებლად ან თუნდაც შეიძლება მოხუცებსაც ეხმარებოდეს, არ არის გამორიცხული, მაგრამ უყვარს მას ფლირტი, ასე ვთქვათ და ძალიან ისეთ მოძრაობაში არის სულ, სულ არის მოძრაობაში, ბევრ ხალხში. აი ესეთ უცნაურ და აი ესეთ სასიამოვნო ცხოვრებას მალავს თქვენგან, ვისაც აქვს ეს ნიღაბი, თქვენგან ჩაფიქრებული ადამიანის. პირველი ვარიანტი. ეს იყო პირველი ვარიანტი. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, მეგობრებო. რას მალავს ნიღბის ქვეშ? თქვენგან ჩაფიქრებული ადამიანი რას მალავს ნიღბის ქვეშ? რა ნიღაბია თქვენსადმი გაკეთებული, რომ თქვენ ვერ დაინახოთ, რას მალავს თავის ნიღბის ქვეშ ეს ადამიანი? ეს ადამიანი მალავს თუ როგორ შეუძლია სწრაფად გარდაქმნა, ტრანსფორმაცია, თუ როგორი ჭკვიანი არის პირველ რიგში. არის განდეგილი ადამიანი, უყვარს თავისთვის წნარად ყოფნა, ანუ არ უყვარს მასაში არევა, შერევა, უჩევია თავისთვის წნარად იყოს, იმიტომ რომ არის ინტელექტუალური ადამიანი. შეიძლება ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ან ეხაც აქვს, ან ვერ გაუგია თუ როგორ იშოვოს ფული. არა, აბსოლუტურად ადვილად შეუძლია მან იშოვოს ფული. და ასევე ესეც არის ცეცხლის ნიშანი. ეს ადამიანი და საკმაოდ ისეთი რომ შეიძლება ჩქარ კონფლიქტურიც კი იყოს, ანუ ადვილად შევიდეს კონფლიქტში, ანუ ჰქონდეს აგრესია და როგორ გითხრათ, გარკვეულ რაღაც ცოდნასაც კითხულობდეს მაგიასთან დაკავშირებით. არ გამოურიცხა ამასთან, რომ შეიძლება იყოს მორიელიც, ასევე აუცილებლად ეყოლება მას მორიელი. ძალიან ისეთი უცნაური ადამიანი არის და დამჯეროთ, რომ ძალიან ბევრ ცოდნას ფლობს ეს ადამიანი მაგიასთან დაკავშირებით. არის ძალიან განათლებული, დინჯის სტაბილური ადამიანი და მოქმედებს სწრაფად. ანუ მას შეუძლია სწრაფად გარდაქმნას და სწრაფად შეცვალოს თავის თავი და შეცვალოს აბსოლუტურად თავის ირგვლივ, როგორც გარემოცვა და ასევე თავის ცხოვრება. ძალიან საინტერესო ადამიანია, მინდა გითხრათ მეორე ვარიანტს, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი არის და ძალიან სწრაფად მოქმედებს, ხშირად დადის მანქანით. ხშირად დადის მანქანით და ერთადერთი უყვარს განმარტოვება. უბრალოდ უყვარს თავისთვის ყოფნა. თქვენ გამალავს აი ამ ყველაფერს, რომ ის არის უბრალოდ ძალიან განათლებული და მაგიაში ერკვევა იდეალურად. მეორე ვარიანტს მინდა უთხრა. და არავის არ დაინდობს, ვინც მას აი ამ კომფორტს დაუღვევს. ან თუ ვინმე გაიგებს, რომ ის არის ამ საქმეში განათლებული. საინტერესო მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული ადამიანის, ასე ვთქვათ, ნიღაბი. მესამე ვარიანტი, ნახოთ ახლა მეგობრებო. რას მალავს მესამე ვარიანტი თავის ნიღბის ქვეშ?
იცით რა, მესამე ვარიანტი არის საკმაოდ ისეთი შინაგანად ძალიან ახალგაზრდა. შეიძლება იყოს სასწორიც, არ გამოვრიცხავ და იყოს ასევე ძუნწი. მალავს თავის სიძუნწეს, თავის ლამაზ ნივთებს და არ უყვარს ფულის ხარჯვა. იმიტომ რომ აი ამ ფულს საკმაოდ ისე რთულად აგროვებს. უყვარს ლამაზი ნივთები, უყვარს სილამაზე, უყვარს ყველაფერი, მაგრამ აქვს თავის დანაზოგი, მაგრამ საკმაოდ რთულად აგროვებს. ასევე შეიძლება იყოს სტუდენტიც, ან შეიძლება სწავლობდეს ახალ რაღაც საქმიანობას, ან ახალ საქმეს ეუფლებოდეს, მაგრამ არ უყვარს მას ხარჯვა. და აი ამ ყველაფერს ცდილობს რომ შეინიღბოს და მაქსიმალურად ცდილობს რომ თავის სიძუნწე დამალოს და არ გამოაჩინოს და არ გამოამჟღავნოს. როგორც აღნიშნე და თქვი, მეგობრებო, ზუსტად ასე არის. დღეს ძალიან ლიდერობენ ვერძები, ლომები, მშვიდოსნები, მორიელი. ცეცხლის ნიშნები ძირითადად. ვერ სწავლობს ეს ადამიანი. შეიძლება იცოდეს რამე ხელობა და აი ამ ხელობიდან გამომდინარე აკეთებდეს და გამოიმუშავებდეს თავის თანხას. მალავს ეს ადამიანი თავის ფინანსებს პირველ რიგში, თუ როგორ სწავლობს ის, აი ამ ყველაფრის დამალვა უწევს, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება აქ როგორც მე ვხედავ, ერიდებოდეს აი ამ ყველაფრის გამჟღავნება. მაგრამ საკმაოდ კარგი ადამიანი არის და საკმაოდ სტაბილური და კარგი ადამიანი არის. არაფერი არ არის ამ ადამიანში სიბოროტე, ცუდი, ზაკრობა. აბსოლუტურად, მე მაინც ლოგიკურად ვთვლი, როგორც იქცევა, იმიტომ რომ მას ასე ესმის და ასე მიაჩნია სწორედ, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დამალული. აი ესეთი არის მესამე ვარიანტი. დიდი მადლობა ტაროს, დიდი მადლობა სამყაროს მეგობრებო. ამ ინფორმაციისთვის, რაც მოგვაწოდა. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ თქვენ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიკომენტარეთ, რაზე გაინტერესებთ ძირითადად უფრო მეტად, რომ გავაკეთოთ გაშლები, მომაწოდეთ თქვენი აზრები, თქვენი იდეები და მე ამ ყველაფერს აუცილებლად ვეცდები, რომ გავიზიარო და გავითვალისწინო და მე შემოგთავაზოთ ის გაშლები, რაც უფრო უმრავლესობას და უმეტესობას თქვენ დაგაინტერესებთ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, დიდი მადლობა ისევ და ისევ და დროებით დაგმშვიდობებით.